პაატა ბურჭულაძეს მიმართ მე უნდობლობა გამიჩნდა მას მერე, რაც როდესაც ჩვენ ვიღებდით მეგობარი აქტის აქციის ვიდეო კლიპს, რომელიც მიდევს Facebook-ზე, იქ ძალიან ბევრმა ჩვენმა თანამემამულემ, აქტივისტმა, ცნობილმა სახემ მიიღო მონაწილეობა, თითოეულს ჰქონდა 2-3 წინადადება ჩასაწერი. პაატა რა თქმა უნდა მოვიდა ამ აქციაზე, გვერდზე დაგვიდგა, მაგრამ ცოცხალი თავით არ ჩაწერა არაფერი. თავიდან თქვა რომ ინგლისური არ იცის, მე ვთხოვეთ რომ მოდი ქართულად თქვი და ჩვენ დავადებთ ინგლისურ ტექსტს. არა და არა. აი მაშინ გამიშთა მის მიმართ უნდობლობა. ეს ერთი. უკვე იმდენად დისტანცირდი მის მიმართ, რომ თავიდან დიდი სიმპათიებით ვიყავი, რომ როდესაც 23 სექტემბერს ინგა გრიგოლიას გადაცემაში მივედი, ჩემს წინ ის იყო და რომ დავინახე, რომ ის ელოდებოდა თავის რიგს, ფაქტიურად დავემალე. არ მინდოდა მას შევჩეხებოდი, არ მინდოდა პირისპირ დავდგარიყავი მასთან. ვიცი რა ჩემი ხასიათი, ჩემი გრძელიანის ამბავი და უკონტროლოობის ამბავი, რამე არ მეთქვა. არ მეთქვა რამე ისეთი, რომ რასაკეთებ, რა რევოლუცია, ხო არაფრენ, ასე შემდეგ და განვერიდებ. აბა რას გავაკეთებთ? ეხლა ძალიან ბევრი ვერსიები ტრიალებს თუ ვინ, რატომ, როგორ, რა ღალატი მოხდა. ბევრი ვერსიები არის გავრცელებული. მე ჩემი ვერსია მაქვს რა, არ აქვს ჩემს ვერსიას უფლება? დიახ, ძალიან ბევრი ვერსიები ჟღერდება. იმისი ვერსია, ამის ეხა გაჟღერდა რომ ეს იყო რაღაცა მიშას დაგეგმილი. ბიჭო, ხაბე თუ დაიჭირა, რატო პაატა არ დაიჭირა ბიძინამ? ეხლა ამ თამაშებში ჩვენ ვერ გავერკვევით თუ ჩვენ კარგად არ ვიცით შიგნით რა ხდება. მე მაინც ვემხრობი რომ ეს იყო ბიძინას ბოლო თამაში ამერიკასთან მიმართებაში რომ მომხედე. ბიძინას სხვა გამოსავალი არ აქვს თუ არა ამერიკას თამაშში შევიდეს, მაგრამ ბიძინას გენაცვალე დიდი ამბიციები აქვს, რომ ის ტრაპზე გენიოსია, მასკზე გენიოსია, როგორ ეხა ეგენი кайფობენ უკვე ფულის შოვნაზე კი არა, აი ჩახლართული სიტუაციები და როგორ გამოვიდნენ და ეხა ამ თამაშებში ჩვენ სირებივით ხან იქ დავხტივართ, ხან აქ დავხტივართ. ეხა მეც ცდები ხშირად, ეხა მე ხო არა ვარ მართლა ემოციებით სავსე ადამიანი ვარ და ამ Facebook-ში რომ შევდივარ და თითოეულ ადამიანს რომ ვებრძვი და რაღაცას უმტკიცებ, მე ტვინი მერევა. მაგრამ ჩემი აზრით ვიფიქრე, რომ ამ რევოლუციას გეგმავს ბიძინა იმისთვის, რომ ტრამპს დაანახოს, რომ აი ვაკეთებ, რა ვქნა, ვცდილობ და გამოეშვა ჩვენი პოლიტპატიმრები და რუსეთის ესეთ ხომ რა ვქნა, ბიჭო, მაწობიანე? მაწობა ამერიკა, აგერ შენს გაწობა, ბიჭო. ეცა რა ქვია, და მე რას მიზავე და რა ვქნა, სხვა გზა არ მქონდა, გამოუშვეს პოლიტპატიმრები. მოკლედ, აი ესეთი ვერსია მქონდა. საქმე იმაშია, რომ უკვე ბიძინას გონია, რომ იმდენად ჭკვიანია და თქვენც ხო გონიათ, რომ ჭკვიანია, ხოცებს მივმართავ. რომ ამ Squid Game-ების მთელი ოჯახი გიждდება Squid Game-ზე, ხო, ამ ფილმზე. Squid Game-ების მოყვარულმა კაცმა გადაწყვეტა ისეთი თამაშები ითამაშოს, რომ ამ თამაშებით პატივი სცენო დიდი სამეფოების ხელმწიფეებმა, ტრამპმა, ამან რომ ბიჭო რა ჭკვიანურ თამაშებს თამაშობს და ეს ჩვენი დონეა, ეგრე კი არ არის, ჩვენი დონეა. იცით, როცა დაანდფულს ფლოპ უკვე და ეს მილიარდებზე როცა ლაპარაკი უკვე უფასურდება თითქმის ეს ფული და უფრო სხვა ამბიციები გიჩნდება, რომ შეგიძლია აკონტროლო, აი როგორც იმ ნაბოზარ სოროს გაუჩნდა და ეხლა დედასა მოუტყნავენ და სულ სოროსის დასმულები არიან ჩვენი პოლიტიკოსები დაწყებული მიშადან ჩვენში დარჩეს რა. ხო, სხვათა შორის გაჟღერდა, რომ ეს მიშას ვერსიაც იყო. ეს მიშას დაგეგმილი იყო.